კოალიცია ქართულ ოცნებასთან დიალოგის წარმოების ჯგუფში დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, პავლე კუბლაშვილი და გიგა ბოკერია შევიდნენ. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანთან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების დასრულებისთანავე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა პროცესი მშვიდობიანად და შეუფერხებლად წარიმართოს. ბოკერიას განმარტებით ამისთვის საჭიროა დიალოგი და ისინი თავის მხრივ ამ დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. მოქმედ ხელისუფლებასთან საკონსულტაციო ჯგუფი გუშინ ქართულმა ოცნებამ ჩამოაყალიბა. მათი მხრიდან ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ ის როგორც პრეზიდენტი და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ ყველა პროცესი წარიმართოს კონსტიტუციის ფარგლებში, შეფერხების გარეშე, დროულად და რა თქმა უნდა მშვიდობიანად. ამ ამოცანის შესასრულებლად, რა თქმა უნდა, საჭიროა დიალოგი არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებსა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს შორის. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან ამ დიალოგში მონაწილეობას მიიღებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ქალაქის მერი გიგი უგულავა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი და მე. იმედია, ეს დიალოგი დაიწყება უახლოეს მომავალში და ბუნებრივია საზოგადოება იქნება ინფორმირებული მისი დაწყების და მიმდინარეობის თაობაზე.